შენი ვინვარდე? მეგობარი. ჩემი მეგობარი. ხო, ჩემი მეგობარი. მაიცადეს კაპები. კარგად გავკეთე რა. აღდგა მეგობრებო, გილოცავთ ყველა სრულიად საქართველოს ვილოცავ. ყველას საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებ ჩვენს ქართველებს ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამახელვებელი დღესასწაულია, რაც კი არსებობს. ესე მგონია და ერთ-ერთი კი არა, ალბათ ერთადერთი, როცა მთელი ჩემი სული აესე ფორიაქობს ხოლმე რაღაცნაირად, ასე რომ ქრისტიანობა. დილამ შვიდობისა, მოგესალმებით. სუფთა წყრიალა ჰაერიდან, აი ისეთი ჰაერია ჟანგბადი, რაც ყველაზე მეტად გვაკლია თბილისში არის აქ. როგორ ხართ მეგობრებო? რა შვებით? მზე მირტყავზე, იმედია რომ ჩანვარ, რა შვებით, ხო ხართ ყველა კარგად. ჩამოვბარგდით. თუმცა ძალიან მალე უკან ბრუნდებით, მაგრამ დღეს აქ ვართ. აი ეს ხმები არის რაღაცა სასწაული ყურისთვის. აი ეს ჭიკჭიკი, ქათმები, სასწაული ხმებია და ვგიჟდები მე ამ ხმებზე. ხო და ალა უკვე მივირთვით. და უნდა გადავინაცვლოთ ჯონჯოლის საკრებად, მაგრამ ჯერ უნდა ვისაუზმოთ. ეს ორი დღე ვარღვევ ჩემს კვებას, დღეს უნდა ვისაუზმოთ და წავიდეთ ჯონჯოლის საკრებად. მარტივი პროცესი არ გეკონოთ ხალხო. მაგას გადავიღებ. ყველაფერს გადავიღებ. წავედი და შემოგიერთდებით. აქ ინტერნეტის რა გითხრათ, ისეთ ცუდად იჭერს, ანუ ძალიან რთულად იტვირთება ვიდეო, მაგრამ როცა აიტვირთება ეს დღე. გემშვიდობებით, ცოტა ხნით. ჯეკი მომიტანე დე? დიდი მადლობა დე. დიდი მადლობა საყვარელო. წადი დედიკო მოუარე, წადი საყვარელო, მიდი. ეს გახლავთ ტბა. ეს კერძო რა თქმა უნდა. იქით კოტეჯები შენდება. აი ჩემი ქმრის სოფელში დაბლა ქვედა მხარეს ხდება. ეს როგორი კარგია. ესეთია კიდე სხვა იქითაც. საჩაი. აი, ჭაშებში. შვილია. მარია მაგდა ანეს რაღაცა ჩავის. ნახე ბაქსი. აქ უკვე გადმოვინაცვლეთ სხვა ლოკაციებზე, სადაც ასევე ჯონჯულია მოსაკრეფი და მოვიდა ცოტა სადილის დროს და წამოვგორდით. რამდენიმე წუთით აქ უკვე გაქვს შესვენება. წამოღებული ქონა პური, ყველი, კვერცხი, რა ვიცი რაღაცეები მოკლედ და მშვენივრად მოვილხინეთ ცოტა ხნით. სხვისი არ ვიცი და მე ვგიჟდები ასეთ ადგილებზე ჭამას. ვითომ ახლოს ხოლმე ყელზე მატკებოდეს. ჩემი უღლე უკვე აბრძანებულია. მაღლა, ზოგი დიდი ხია, ზოგი პატარა, ეს შეგიძლიათ მე ისე გააკეთოთ, რომ ასე ვთქვათ, გასხლათ და აღარ წავიდეს მაღლა, ეს კი ჯონჯული, რომელიც ძალიან გავს იასამანს და ძალიან მომწყობს, ძალიან ლამაზია. მე და მარიკომ რა გვინდა დედა? მიმდინარეობს ჯონჯულის კრება. ბატონო. ანა გელაპარაკა მაგ ტელეფონით? მაიცადე ანას დავრეკა. არა ჩოლებრივი ამიტომ როგორც გავიგეთ თბილისში არ არის კარგი. ალა ხო ანა, რა კიდან ჩემსგან? ჯერ
ყურებავდა. ხას გუშით ჯაია. თუ ეგრე მითხრებ, მე აღარ დაგე. აგინდა. აი. გოგო, რაც გაგი ეს კი გახლავთ ტყემალი, რომელსაც აქვს სასწაული ფერი, ისეთ ადგილიდან ვიღებდი, რომ კარგად არ ჩანს, მაგრამ სიტყვაზე მეტად სისხლივით წითელია. ძალიან პაწაწუნები ესხია ჯერ. გამარჯობა დედაცვალი. როგორ ახართ? საყვარლები და კუსკუსები. მოდი ცოტა გავისეირნოთ და რაღაცებზე თან ვიჭორაოთ გოგოებო. მე რასასწავლად ვიღებ აი ესე. სადმე უნდა მიგაყოდოთ. ოღონდ ეხლა ვფიქრობ სად უნდა მიგაყოდოთ. მოდი მაღლა ხო არ ავიდეთ, რაღაცნაირი ადგილია და ცოტა დავიღალეთ, მოვჩით ჯონჯლის კრეფას. როგორც იცით, ჯონჯლს თავისი აქვს ცერემონიები და ესე მოვუკრიფე და ერთ დღეში დავამჟავე რაღაც ეგრე არ არის. მაგას თავისი დრო აქვს. მაგრამ ტელეფონის დასადები ვერ მოვიფიქრეთ ვერსა და სად გინდა რომ მიეყუდ. მაგას თავისი ეს აქვს, რა ქვია, უნდა გათუთქო, მერე გადაიტანო, მერე იქ რაღაც ის უნდა, რა ქვია, უნდა დაითუთქოს რა, მოკლედ. მთელი ცერემონიები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასიამოვნოა და მე მაგათად ვგიჟდები, ისე მიყვარს. ეს უზარმაზარი ეზოა, რასაც ხედავთ და რა ვიცი, კიდე დაბლა და იქით ჩემს მამამთის ეკუთვნის, ჩვენია. ხო და გამოვისეირნოთ ცოტა ხანი, არ მიყვარს მე მეშინია ესე თან ტყე მარტო სიარული. მაგრამ ესე ახლო გამოვიდეთ. გადავარჩიეთ ჯონჯოლი. ისე ვკრიფეთ, რომ ანუ ეს ფოთლები და რაც არ მოყოლოდა ბევრი, რომ საწვალებელი აღარ ყოფილიყო. მაგრამ რა თქმა უნდა ცოტა ფოთოლი შეყვა, მერე იმას ვქენით, რა ქვია. გადავარჩიეთ, წყალი დავადგით და ეხლა დუხდება ჩავყრით და ეგრევე უნდა ამოვყაროთ, რა თქმა უნდა. ვინც არ იცით, არც მე ვიცოდი და გეტყვით, რომ ხარშვა და დიდხანს არ ჭირდება არაფერი. უნდა ჩაყაროთ, ადუღებულ წყალში ჩავყარე, ამოვყარე. მერე უნდა ჩაიყაროს აუცილებლად ცივ წყალში. დიდი ტაშტები გამოვიღეთ, ავასეთ უკვე წყლები. და აი მე რა კარგი აქეთ რომ მოვსეირნებ, რაცა სული მენთება ეს სიმწვანე რომ ხდება რა. ხო, სად ვიყავით? ხო, მოკეთ წყალში ჩავყრით. ცოტა ხანი ესე გავალაღლაღებთ, გავაჩერებთ, მერე ამოვიღებთ, აუცილებელი არ არის ხელი წურვა და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ დავყრით სუზგზე, სუზგი ანუ საწური. რამდენიმე წუთით და მე უკვე გადავიტანთ ტაშტებში. სადაც უნდა დავაყაროთ მარილი, ეს უნდა გაცივდეს აუცილებლად ჯონჯოლი და მე უკვე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ მოვათავსოთ ქილებში, ესე დიდი პლასმასის რაღაცეებში, რაშიც გნებავთ. აი მე რა კარგი, ანუ ცუდად ვხდები. ვაიმე, არ ვიცი ხალხო გესმით თუ არა, აი ეს ხმები. ანუ არ ვიცი რამდენად დაგანახებთ სოფლის ჩასასვლელ გზას. აქედან ალბათ ვერ. აი ეს აიქამდე ჩვენია, ეს და კიდევ იქით. მაგრამ იქით ვერ გადაგიყვანთ, მე ხო იცით მიშინია წამისითი რაღაც. იდუმალი ადგილების. მაგრამ ცოტას
გაჩვენებთ, ალბათ მზე ურტყავს და კარგად ვერ ხედავთ კადრებს, მაგრამ მე საქმე უკვე ხა მაგისთვის ვეღარ მოვიცილ რომ დაგათვალიერებინოთ. უბრალოდ სიმწვანე დაგათვალიერებინოთ, თორე ხო და მე მოკლედ სამი კვირა მაინც უნდა და შეიძლება ცოტა მეტიცო. ჯონჯოს ნახეთ როგორი ცაა და სასწაულია მიდი ხალხო. კიდევ იქითაც არის, ანუ ნახეთ აი აქითაც არის ასასვლელი და იქით მხარეც ჩვენია, მაგრამ იქით ვეღარ მიშინია, ვეღარ გადავალ შორს. ჩვენი სადა ხარ ჯეკო? აი მე რატო ვერ ვხედავ? აი ჩვენი ჯეკი მოცულობს. გამარჯობა ჯეკი. სადა ხარ? ჯეკი? 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 ხო და მოდი ოდნავ აღმართზე ავიდეთ, რომ გაჩვენოთ ეს ადგილი, ნახეთ, ეს ადგილიც ჩვენია, სოფელი, ანუ ამ სოფლის ბაქაქურები ქვემოგეთ ამ ადგილს. აი ესეც ამ სოფელს ეკუთვნის. ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი სოფელია და რაღაც უბნებად არის თითქოს დაყოფილი ამოსახვეები და უკვე ხალხი ესე ცხოვრობს, აი როგორ იცი, კანტაკუნტად, ანუ მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან აქტიურად არიან დასახლებულები, რა თქმა უნდა. და მე მაინც მომხრე ვარ იმის, რომ სოფელს უნდა მივხედოთ და შესაძლოა არ ვიცხოვროთ, მაგრამ არ მივატოვოთ, არ დაიგრეს სახლი, არ და თუნდაც ურთვეში ერთხელ თუ რაღაც ამოვაკითხოთ სოფელს და აი მე დედათმები ხა დავაკვირდი. რაღაცნაირად სულ არ ავჭედოთ კარი, ამის მომხრე ვიყავი და სულ, აი თუ გახსოვთ, სულ ამას ვამბობ ხოლმე და ამას უყურეთ. რა საოცარი ამინდია. დაბლა რაღაცა კადრები გაჩვენეთ ჯონჯოზე რომ მივდიოდით, ქსნის ტერიტორიაა მოკლედ ეგ ადგილი. სადაც ხოთაშორის კოტეჯები ჩაიდგა, იქ ტბაც გაჩვენეთ. აი კერძოა ეგ ტბა. ხო და მოკლედ აი რანჩოვარიანი ვინც იცით, დაახლოებით ამ სტილში კეთდება ოღონდ ქსანზე. უბრალოდ აშენდა უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე იმას იწავენ, რა ქვია. ანუ ჩემი სული კივის, ჩვეულებრივად კივის ჩემი სული ისეთი ის არის ძალიან მწუხვა, რომ ჩემი ანა აქ არ არის, ხარ ასურათებს გადავიღებდით, რა ამინდია, მაგრამ არა უშავს. სასწაული ამინდია. ნახეთ რა ლამაზი გორა აქვს, სიმწვანე, არ ვიცი ჩანს თუ არა. ნახეთ რა ლამაზია ხალხო, გადაირევით. იმედია, აი ძალიან დიდი იმედია აქვს, რომ ამ მზის მიუხედავად კადრები ჩანს და ტელეფონს რო შევიდებ, როცა ოდესმე. კადრებს უკეთესად გაჩვენებთ. სასწაული და ეხა იქ ვერავალ, მარტო მიშინია, იმათაც ცოტა იქით არის. ჩვენია მოკლედ ეგ ტერიტორია და მაგის იქით მერე უკვე სხვისია, მაგრამ იქიდან შემძლოთ ამენახებინა ხელის გულზე ჩანს, აი ეს ჩასახვევი, ამოსახვევები და გორა და აი რა ვიცი. სხვათა შორის ჩემი იმიდან რა ქვია, მეუღლის აივნიდან, მე თქვი ხა ჩვენი აივნი მეუღლის აივნიდან, ის ჩანს რა ქვია, ახალგორი და აი ეგ ტერიტორია და მე თქვენ გაჩვენეთ ადრე კაბემზე მიყავს უკაცრავად ადრე კადრები აქედანაც ჩანს ეგ ადგილი მივაბრუნებთ რამდენ დაინახავთ არ ვიცი ჯვარი დგას და მაგიდა და სკამები დაუდგამთ გადაუხურიათ ანუ გადახურულზე უკვე ნაყოფი აღარ ვარ ანუ არ იყო გადახურული და რაცა სკამი იდგა და იმის მაგივრად დადგეს ძალიან კარგი დასაჯდომი ადგილი სადაც შეიძლება გაინტვირთო დღეს მაგისთვის არავის არ ცალია ბუნებრივია მაგრამ რაღაცნაირად აუცილებლად გაჩვენებთ ერთი დღე გპირდებით ვიცდები გაჩვენოთ აი წერტილივით ჩანს ნახეთ აი აქ თით სადაც ვადებ აი იქ რაღაც რომ მოჩანს აი ეგ ადგილია და იქიდან ჩანს მთელი გზა ახალგორი ფაქტობრივად კლდის თავზია ეგ და ყველაფერი ჩანს იქით ახალგორი გინდა თუ რა ვიცი ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად
ახლა წავიდეთ. წყალი ადუღდებოდა, გავთუთქოთ ჩვენ ჯონჯოლი. ხვალ თბილისში ბრუნდებით. ძალიან კარგი იყო ეს ერთი დღე. ჩემულიც აქ არის, საუბრობთ ყველა ერთად ვერთობით, რაც მეტი ხართ, ხო იცით, მეტად ერთობით. ხო და კუსკუსდეთ სახლში. ხო და გავაკეთოთ რაც არის ბარემ გასაკეთებელი, რომ დასრულდეს ეს ჯუნგლის ისტორიები. ვაიმე სათვალე დავკარგე. თუნჯეროდეს მე მგონი იქ დამრჩა. კაი, არა უშავს. თუ დარჩა ისე ვიქიქნება, როცა შავაკითხავ და თუ სადმე სახლში ამოვიტანე და არ მახსოვს. არც ეგ არ არის დიდი პრობლემა. აი ნახეთ, ჭრილში უკეთესად ჩანს ჩვენი სიმწვანე. დავედით სახლში. რაო, ჯეკი მყარაულობ შენ? ანუ სხვა ნაირად ივსები, როცა ესეც სასწავლო ადგილას ხარ, სადაც ჯანგბადია, სხვა ნაირად ვსუნთქავ. მომყვება უკან, წამოდი. ჯეკუ, წამოდი. წადი. ჩქარა. მოდი, ფუჩინა, მოდი, საყვარელო, მოდი. მოწვენი. ველა ბიბო, ველა. მოწვენი. გახტები მერე. წადი. ჰაი, მოგესალმებით. როგორ ახართ ხალხო? ჩამობარგდით როგორც ხედავთ. ვაიმე, დედას გეფიცებით, ისე მეძინა, სახეზეც რომ მეტყობა გასაგებია, ხო რომ თვალგი რა ვარ მეძინა. დედას გეფიცებით ხალხო, დილის. რომელი იყო 7 უკლდა, ისა ბოდი 7-15 წუთი. გავიღვიძეთ. ავდექით, დავლიეთ ყავა, ჩავიცვით. ჩავაცვი ბავშვს და გამოვიქცით. ხო და დასხო გზაში წვიმა. ჯერ არ ვიყავით რა იმამდე მარშრუტკამდე მისულები. დავცხეთ. ვაიმე, სულ აი როგორ ვიყავით მაკანკალებე და ისე მციოდა, შემცივდა. მეცვა პიჯაკი, რატო გადავწყვიტე, არ ვიცი. რომ მაიზამის პიჯაკი უნდა ჩამიცვა და არავე თბილი. მაგრამ როცა წავედით ხალხო, იმედონამდე კარგი ამინდი იყო, რომ მართლა ვერ გავთვალე, რომ ეგეთი ამინდი იქნებოდა წამოსვლის. ხო და შეცებული ვიყავი ძალიან, რომ მოვედი, მეთქი ვიძინებ 1-3 საათი. არ გამოვწვით. ის იაგითად ყველაფერი კარგი ხალხო ამ ქვეყანას არ მეკუთვნი ისე ვარ. ჩემი ჭახრაკინა უნდა მივირთვა ეს ცალი, გიჟდები ხალხო. რაღაცა მგონი ჭახრაკინა დამოკიდებული ვარ. ბატონო. ოჩახ სიცოცხლე. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა დღეს ირღვევა, თორე ამას ვეღარ დავარღვევთ. თორე არ გამოგვადგება ეგრე დიდხანს რღვევები. ნუ დღეს ოფიციალური ის გვაქვს, რა ქვია, ავიწყვიტეთ გუშინ და დღეს. ჯანჯოლი დავკრიფეთ, პირველად ვიყავი საკრეფად, არასოდეს არ დამიკრებდი ჯანჯოლი. როგორც ისეთ აი როგორც ყვავილი ეგრე კი გაჩვენეთ ვიდეოში და კრებ ხალხო გონია რომ აი იმედენი ხანი კრებ რომ გადაგეტერა ვედრა და ჩაიხიდებ და ამდენი ყრია. აუ კანკიშტ. მერე ეს
ეტაპი გადარჩევის, მე რაღაცა იქ წყალში უნდა ჩაყარო, ადუღებულში მოკლე მთელი ამბებია. ხო და ესე მოკლე. მერე გუშინ ღამე აგვირეკეს ჩვენთან გვერდით ჩემი მეუღლის ბიძაშვილმა რომ მოვედით და გელოდებითო, მე და ჩემი და ბავშვი გავედით. არ დამილევია უბრალოდ ვისაუბრეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ყავა დაულიას 1-2 საათი გავჩერდით. გამოვედით მერე და დავეყარეთ, დავიძინეთ, იმიტომ რომ ზეადრე მივდიოდით, რომ ეს გაუმატანა ანა, ვისთანაც ვიყავით, ანუ ღამე ვინც დაგპატიჟეს იმ ოჯახმა, იმად. აი ამას უყურეთ, ხალხო უგემრიელესი, ამას უყურეთ, გულით ხელია, ფაფუკი. გუში მივედით რომ დავინახე და ვეცი. ჯერ დამჯდარი არ ვიყავი. მეუთხარი. ბატონო. რა? გაჭამო? გაჭამო? გაჭამო. ხარა მეუთხარი მე ეს უნდა მივირთვა. თქვენი არ მინდა არაფერი. ხო და გადასარევად გადავიფინე ბიჭზე. აი ეს დედი კორას მიირთმევ შენ ტოლმა გაგითბო? ახლა ვედი. მაკარონი არ მინდა. მოდი დღეს ტოლმა მაკარონი არა, კარგიდე. ტოლმა ჯობია შვილო. უდრე ახლა მაკარონი გიხოწებია. ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ ჩემი მომზადებული კერძები. განსაკუთრებით აღნიშნეს ტოლმა. განსაკუთრებით. რამაც ძალიან მომხიბლა. ოპა. ობა მაგა ძალიან გემრიელი იყო. ბატონო. ძალიან მაგარი გოგო ხარ, აი. მაგას ერთ თქმა არ ჭირდება, დედი. ჩემი მაგარი გოგო. ხო და ობას ხო ბოლომდე ავაწევინე გათბობა, ეხლა მაგრაც ხელა თბილისში და ვიხვრთები. მე უნდა გავთიშო ხალხო ნამეტანი ცხელა. საჩემიძლია ეს სიცხემე. და მე ფარა რამდენი რავი რა გითხრათ, იმედია დღეს მოესწრება ამ ვიდეოს დამონტაჟება და საერთოდ გავიღვიძებ დღევანდელ დღეს. თუ და მოწესრიგდე მერე მოვემზადო ახლა ხვალ უკვე სამსახური იწყება. ბატონო რა ლამაზია, ჩემო სიცოცხლე დე. ყოჩახ, ჩემო პაწაწინა, დედიკო, ყოჩახ, ჩემო ლამაზი. ხო და ესი ჩაი არა მოკეთ მშვენივრად. გაგვიმართლა რომ არ იწვიმა გუშინ, იმიტომ რომ მართლა ბევრი საკრეფი იყო და მაგრად გაგვიმართლა მოკლედ მაგაში. რომ დაგვაცადა ადამიანურად, აი ბოლომდე. შვენივრად დაგვაცადა ბოლომდე. გადასარევად. მოდი აქ შენ. ვის გიყვართ გოგოებო? ბატონო. ძალიან ლამაზია და. აი, მოგწონს შევინახეთ. ერთხელ მახსოვს დიამცილმა გააკეთა გადავირე ესე მომეწონა და მე რო სულად რო ვიყავი ავიტეხე რომ ნაყიდი არ მინდა მე უნდა გავაკეთო თქო. ცომიც მე მოვსილე. ყველაფერი მე გავაკეთე, შემოიარა ნახევარ თბილისი ხო ძლივსი შოვა ჩემაქმა ის ჭარხალი არ იყო. გამოვაცხე.
და ისეთ სუდად გავხდი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ტონუსი მქონდა. ისეთ სუდად გავხდი, ლამის ცელი მომეშალა ხალხო, ისეთ სუდად გავხდი. ეს ძალა რო დავატანე, ძალიან სუდად გავხდი, ლამის სასწრაფო დამჭირდა. აი, მეგონა რომ მოჩა ბავშვი დავკარგეთ ხო, იმად დონემდე სუდად გავხდი რა. ვანში თეთრი არ ხატება. შეეშვი არ გინდა თეთრი და მე მითხრა იქიმა რომ მსგავს რაღაცებსო ნუ გაიმეორე. იმიტომ შენ მდგომარეობაში ხარო ეხლაო ახლა ტონუსიო არო ძალიან სახიფათო და მეორე თავად გააკეთო ეკრანი. რომ ამ დონემდე ძალიან სულ ყავხი ძალიან შემეშინდა. შედები. ანუ ნაყიდი კი არ მინდოდა. სახლის გემო მინდოდა და ამ სახლის გემოს კინაღამ შევეწირეთ. ძალიან ბევრი კადრები და ისინი არ გადამიღია გოგოება, იმიტომ რომ აი არავის მართლა არ ეცალა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენი თავისთვის მოგვეცალა ვინმეს, არა კონკრეტული მისით ვიყავით. დაამთავრე საჭმელი. კი, რა იყო საყვარელო? ეხლა ყავდალი ჩემალამასა. მე შეგჭამ. ჩაჭანია. შეგჭამს დედიკო ჩემო სიცოცხლე. და მე რა ჩაი ამიდუხე. კარგი. რომ ჯონჯოლი უნდა გვეკრიფხა კონკრეტული მისია. სიამოვნებით გავაშენებდი ჯონჯლის ბაღს. ბიზნესთან. იმიტომ რომ ჯონჯოს არ ჭირდება გოგოებო ბევრი მოვლა. ოჩახ ჩემო ერთადერთო. ოჩახ. აი, ხო ხდებით არის ქადავუყარაულე და აბა დავაი ჯონჯოლი და აბა როგორც ბევრ ხილს არ ჭირდება. სულ უნდა ჩახვიდე ერთხელ მოკრიფო და წამოხვიდე რა. ჩვენ გვაქვს სიმხელა ბაღები რომ ამაზე ფიქრი ხილსაუნჯერ არ. მე აღიჩინე. თან ძალიან მარტივად მრავლდება ჯონჯოლი, ძალიან მარტივად. რომ ამოვა იმ წელს ვეისხავს ჯონჯოლი, ანუ იმდეს კი ვერ მოგცემს ახლა იმ წელს, მაგრამ აიღებ. აი მე სახე როგორ შეშუპებული მაგა. ძალიან მაგარია და. და რა ჩამშად იქნება დაგიჯახე. მე რა რაოდენობაც მინდა მაგას სადღაც 4 დღე კრაფა 5 დღე დაჭერდება. ორი ადამიანი კი ვერ მოირებ მაგას. მაგრამ ეს შემდეგ სხვა წლის ასე ვთქვათ რაღაცა გეგმის მაგვარი. სხვადასხვა სახალისო იყო ძალიან, იმიტომ რომ ბევრნი ვიყავით და რაღაცნაირად ლაპარაკში, ამაში ისე გადიოდა დრო, რომ ანუ როდის მოვრჩით, ვერც გავიგეთ რეალურად და ძალიან სწრაფად დავასრულეთ. ასე რა ვისაც გაქვთ ბაღები და იქ არ ცხოვრობთ. იქაც რო ცხოვრობდეთ. ჯონჯოლს არ ჭირდება ხშირი მიხედვა, ძალიან კარგი იდეაა. ნამდვილად. და მოგებიანი. ჯონჯოლის ფასი კი იცით.
ეხლა მაგალითად თუ უნდა ჩააბარო 8-დან 10 ლარამდეა ჩაბარება. და თუ სადმე გაყიდი სადაც სნოპოში ან თუნდაც რა ვიცი სადმე სუფთა ჯონჯოლი ყველას უნდა თქვენ იცით რომ ყიდება აკაცია გარეული და ვერ იგებ ანუ გემოს ეგრე რა და ჩემი მამთი მიწახს ხოლმე რომ მე მარტივად ხვდები აკაცია რო გარეულიო ხა კაცოფეში დაბერდა და სუზეპირად იცის და მე მაგალითად ისე მომატყობენ ვერც გავიგებ რა და ხშირ შემთხვევაში რო ყიდულობ თუ თქვენ აკაციას ჭამთ და არა ჯონჯოლს ანუ ცოტა ჯონჯოლია ბევრი აკაცია და ანუ სამაგი მოგება აქვს ბებერი ვარო მეტა. არ არის ბებერი მე თქვა კარგი გოგო ვარო. კარგი გოგო კარგი გოგო. კარგი გოგოა და ხო და ჯონჯოლს ურევენ მოკეთ აკაციას მამამთიმა და წარმოვიდგინეთ რაც გვაჭმევენ და ისე თუ გაყიდე ღირს 15 ნუ კაი სანაცნობოში თუნდაც 13-ად გაყიდე ასე რომ ოდესმე თუ ჯონჯოლი დავიწყე მოსავალს რო ავიღებ და უკვე რომ მზად იქნება მე ერთი 3-4 კვირა კიდე უნდა რა თქმა უნდა რომ იმას ქნას დაიდუღოს და ყველაფერი პროცედურა ჩაუტარდეს სუფთა ჯონჯოლს შემოგაშველებთ მომხმარებლებით უგაღდებით ჩემი ხო რა თქმა უნდა წლების სფერე და არა ახლა დადუღდა ყავა ვერ დავლი ვერ დავჭექი დავდივარ ეხლა დალიყავა ხო გაჩნდა სირო. დედიკო ცოტა მოგვიანებით კიდე წავალთ სოფელში რა ცუდია რომ აი რაღაცნაირად ხშირად ვერ პრავა ხო არა რა სიტყვა პრავა გოგო პრავა უნდა იყოს მამაში მაგრამ მამაში მანო ჩემქმარ მოგვარს გულის ანუ იქ ჰაერი იყო ხალხო დილით მიხოთ იმისა რომ ნახევარი აი იქიდან წამოვედით ზუსტად ნახევარ საათში იყო უკვე დიდუბეში მარშრუტკა ნახევარი საათი სავალი გზა არის აი ჩვეულებრივად წამოვედი ნახევარი საათი გონი არ დაჭირდა რა აი ეგრე რა დაახლოებით რომ მოიდომო 20 წუთში რომ ჩამოხვა მაღალმთიანებში ითვლება მაინც ხო და მამაში გამომივიდა კი ბაიმიჭი კარგატე ხო და ისეთი ჰაერი იყო რომ შოქში ვიყავი ნუ დილით მაინც სასწაული ჰაერია აი დილით ადრე რომ გავიღვიძეთ აი მეთქი პირი ესე გოდა ღია რომ ვისუნთქოს არა თბილისში ჯავა ბატონო ეს არის ღია ხო რა ღია დედი ღია ვარდის ხო და მეთქი ასე ხო და ბევრი კადრები და რაღაცები მოკეთ ვერ გადავიღე არ გუცა სასაფლაოც იქვია სხვადასხვა შორს არ არის რაც კარგია იმიტომ რომ ზოგ სოფლებში ძალიან შორს არის შავი ღია კი დედი და ამის ფერი არის ვარდისფერის ღია მწვანეში მარიკოს კარგად გაერთო მაგრამ მარიამს აქვს რაც დაფრინავს იმის ფობია ნუ რა გაგვაწამა ვერ აგიხსნით ხალხო ვაი ფუტკარი მოდის და ვაი ბუზი მოდის და ზედ გვახტებოდა კანკალები ანუ როგორ დავაძლევინო ბავშვს ამის შიში მართლა მე არ ვიცი რა რას არ ვეუბნები როგორ არ ვეუბნები როგორ არ ვუხსნი მაგრამ ვერ დაძლევი და ეხა იქ რო ყავდა ჯონჯოლზე წავანილი იყოს ფუტკრები არიან იმიტომ რომ იმ ყვავილებს არის ბაშვებიან რა ქვია ვიჭამენ ხო და იმდენი იჯდა ჯერ მარტო იმაზე რა ქვია ყვავილებზე ხერო ყავდა და შევარყიეთ რომ ცოტა წამოვიდნენ მარიკოსკენეს უკაგიჟდა ძალიან ლამაზია შენ ხარ ყველაზე ნიჭიერი ჩემო სიცოცხლე მე მამაშესა და
ვის შორის? კაი ბაბა ჩემს შორის ამ შორის ყველაზე დიჭიერი. ხარ მაგ საკითხში. იმას გჯერათ რომ მე წინა დღეს 11-ზე დავიცინე? ეს ახლა დავხატო. დახატეთ. 11 საათზე მეთქი დროზე. ვიცინებთ ხვალ ადრე მივდივართ. ჯოჯოზე რომ მივდიოდით რა. ხო და ისე კარგად დავიცინე, მე 8 საათზე ჩემამულმა დაიძახა, რომ აბა ყავას ვინ დალევთ, შიც წამოვხდი, მეთქი მე დავლევ. მე სანამ ვისაუზმეთ, მე კი წავედით 10 არ იყო უკვე ვიყავით. ხო და ხო. სანამ მოვამზადე, სანამ ვისაუზმეთ, სანამ ავალაგეთ. ხო, თითქო ძალიან კარგი. ისეთი გამოძინებული ვიყავი, რომ აი რა დასიებული ყო და სახე ძილისგან. ხა ჩემო ლამაზო, დაასრულე. ბავშვებს უნდა ვაჩვენო. უნდა აჩვენო, აი, მარიკო აფერად. ხა ჩემო სიცოცხლე. ტოლმა გიგრილდება დედი და მე მიირთმევ. ხო და ლოგის გადაღება მომენტმა ტრადენის გადმოგდება და ჭორაობა, მაგრამ აბა მოვახერხე. არ მეცა. აი მე რაოდე? კარგია? ხო და მოკეთ ესეთი ამბები იყო მეგობრებო. ესეთი ამბები იყო მთლიანობაში კარგი დღენახევარი თუ რა გამოგვივიდა რა ვიცი. გამოვიდა 2 დღე კარგი. არასრულიოდ. მეოთხარი სახლიდან სამსახურამდე ლამის 1 საათი მინდა და აქედან კი ჩამოვედი და ღევარ საათში. ხო და ხო და რა სიმწვანე. სიმწვანე აი როგორ აი თვალებს მიწყნარებს სასწაულად. აი მავსებს ყველანაირი დადებითი. უი სათვალები პოვეს სახში მქონდა. ხა? წყნარია პეპელა ხოჭი. კი ისე ვარ. ყვავილით ბაჭიას ჭიამაიაც. გინდა თუ არა ხა უნდა მოვწელო ეს ჩემი შვილი. მისდევს აბწყვას. მოდი შვილი ვაკეთე რაც ხა უნდა მოწელო. თუ შეგიგდო ფეხებში აგისვრე საერთში. ეგ რომ მარტივი იყო შედაბასწრებდი მე არ გავდი აქეთ. დედა ყავარა კარგი. მარა აი ნაბახუსებზე რო ხარ აეგრე ვარ. რაღაც დღეს ახლა მე ამერია. ხვალიდან ყველა დავდგებით თავის რეჟიმზე. დაიწყება ახალი დღე. დახშირი ბოლოში. უყურე. კარგია და ყოჩა კარგია დედიკო. ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ხვალიდან იმედი მაქვს უკეთესი სახელი ექნება ვიდრე დღეს მაქვს, იმიტომ რომ ნუ აი სახელზე მაწერია ტომა პასკა ვინეგრეტი ქათმის სალათი ის ყველაფერი. ასე რომ ვალას დაგვასწროს ღმერთმა. გემშვიდობებით.